წარმატებული სპეცოპერაცია ავღანეთში ქართულმა ჯარისკაცებმა ჩარჩენილი ამერიკელი კოლეგების ევაკუაცია შეძლეს. შურაკის რაიონში მყოფი სამხედროები 200-მდე ქართულმა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანა. ოპერაციას სახელწოდებით დინამიკური პარტნიორობა ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონულმა სარდლობამ დაგეგმა. ოპერაცია მსხვერპლის გარეშე ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. დინამიური პარტნიორობა. ამ სახელწოდების ოპერაცია ავღანეთში ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონულმა სარდლობამ ქართული სამხედროების მონაწილეობით წარმატებით განახორციელა. რამდენიმე ეტაპად დაგეგმილ მისიაში 200 ქართული ჯარისკაცი იყო ჩართული და შურაკაიას რაიონში ჩარჩენილი ამერიკელი სამხედროების უსაფრთხო გამოყვანას გულისხმობდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საიმედო, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორები ვართ ჩვენ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ძალების და ესე გაგრძელდება და რაც მთავარია, ჩვენ ისინი გვთვლიან ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად და ჩვენი ბიჭების ესეთ წარმატება კიდევ ერთი დასტური ამის. ოპერაციის დამატებითი ამოცანა წითელი გზისა და ბამას გზის გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. სამხედროების სამოქმედო არეალი კი 40 კილომეტრს მოიცავდა. საოცარია, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ასეთ რთულ და მნიშვნელოვან ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას, რაც მთავარია, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ასრულებენ ოპერაციას. მე ვფიქრობ, რომ კარგად მომზადებული ჯარისკაცი არის საწინდარი ძლიერი არმიის. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სამსახურის გაგრძელება საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ შეიარაღულ ძალებს. სამხედრო ოპერაცია ერთი კვირა გრძელდებოდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. დინამიურ პარტნიორობაში ქართულ სამხედროებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მე-7 საბრძოლო პოლკის მეორე საინჟინრო ბატალიონი, პირველი სატანკო ბატალიონი, მეორე ლოგისტიკური პოლკი და მსუბუქ ვერტმფრენთა 179 ესკადრილია მონაწილეობდა. საკმაოდ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი არის ამ სამხედრო ოპერაციაში და ის ფაქტი, რომ წარმატებით დასრულდა ეს ოპერაცია და ქართულმა ორმა ბატალიონმა მიიღო მონაწილეობა და ასევე მსხვერპლის გარეშე დასრულდა ეს ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინფორმაცია ოპერატიულად გამოდის საზოგადოებაში და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ დაავაკვირდეთ ამ პროცესებს, რაც ხდება ავღანეთში. ქართული ჯარისკაცების მონაწილეობით ავღანეთში ეს უკვე მეორე წარმატებული სპეცოპერაციაა. უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში ქართული ქვედანაყოფი 2009 წლიდან მონაწილეობს. ჰელმანდის პროვინციაში 1600-მდე ქართული ჯარისკაცი მსახურობს. ავღანეთის სამშვიდობო მისიის განმავლობაში 19 ქართული ჯარისკაცია დაღუპული, ათეულობით კი დაჭრილი.